გაუმარჯოს, რა ხო ხარ, მაგრა ხო ხარ ხოძე. ამ ვიდეოში შენ ნახავ, როგორ შეიძლება აი ამ ოთახის გამოყენება ისე, რომ შენი პროდუქტი იყოს უფრო ლამაზი. ანუ დღეს ვიმუშავებთ განათებაზე. როგორც ხედავ, ეს არის ჩემი ოთახის განათება, გვაქვს ერთი ფანჯარა, რაც შეიძლება პრობლემატური იყოს და გვაქვს მეორე ფანჯარა, რომელიც ასევე შეიძლება პრობლემატური იყოს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენს advantage-ად გამოვიყენოთ, ჩვენს ასიკეთოდ გამოვიყენოთ ასევე. როგორც ხედავთ, ოთახში გარდა იმისა, რომ კომპიუტერის განათება გვაქვს და გვაქვს ესეთი სტრიმები, სხვა განათება ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის ჩართული. ესე იქნება თუ ჩვენ აი ამ განათებას ჩავთავთ, აი ესე გამოვიყურებით, auto white balance-ია ეს დაყენებული ამ წუთისთვის, მაგრამ ჩვენ აი ახლავე შეგვიძლია უკვე ეს კადრი გავაკეთოთ უფრო ლამაზი, უფრო კოხტა ახლავე, ანუ რამე თეთრი ფურცელი შეგიძლია აიღო. უბრალოდ გავასწოროთ white balance. აი მეგობრებო, ასე იქნება ახლა გასწორებული white balance, სადაც როგორც აღნიშნე, შუქი ისევ ჩართულია. მე ვფიქრობ, იმედი მაქვს, რომ უფრო კარგად გამოვიყურებით ახლა, არ არის ძალიან ბევრი ყვითელი ნათებები, უაზრო ყვითელი ნათებები, თუ რა ყვითელი ნათება არის. ამ კონკრეტულ ეტაპზე ასე გამოვიყურებით. ამ white balance ჩვენ მსვლელობის დროს კიდევ რამოდენიმეჯერ შევცვლით. ოთახში ჩვენ არ გვაქვს არანაირი ეგრეთ წოდებული ხმის დამხშობი, დამხშობი კი არა, დამხშობი. იმიტომ გესმის ცოტა ეკო, თან პოლი გვაქვს ხის, ამიტომ რამდენი დავდივართ, ეგ პრობლემა გვექნება. აი აქ გვაქვს პატარა ხალიჩასავი ნოხი დაგებული, არ ვიცი, ხედავ? აი აქ გვაქვს პატარა ნოხი დაგებული, სხვა დაანჩენი, რავი, ცარიელი კედლებია სიმართლე რო გითხრა. აქ გვაქვს შელფი, ანუ ხვდები ხო რამ ხელა სივრცეში გვიწევს მუშაობა. გავაკეთე პოსტი YouTube-ზე და ბევრმა რა, 16 კაცმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის. უმეტესობამ ამ 16 კაციდან გადაწყვიტა, რომ ჩვენ გამოვიყენოთ 24 მმ-იანი და რატომაც არა, გამოვიყენოთ 24 მმ-იანი ამ ოთახში headshot-ისთვის, ანუ talking head-ისთვის. ასევე გამოვიყენებთ tripods. მესმის, რომ ჯერ შეიძლება ვერ ხვდები ახლა რის გაკეთებას ვაპირებ, მაგრამ სულ მალე მიხვდები ამ ყველაფერს. მოკლედ, tripod-ზე 24 მმ-იანი აუდიო გვაქვს და დავიწყოთ მოკლედ ამ ოთახის განათება. ხო, შენ აქედან თან მიყურებ, მე რას გავაკეთებ და როგორ გავაკეთებ. შეიძლება ცოტა დიდი ვიდეო გამოვიდეს ამის ბოდის გიხდი, მაგრამ მინდა რომ გაიგო, რომ შესაძლებელია ნაკლები დანახარჯებითაც კარგი შედეგის მიღება. პირველ რიგში უნდა გავასწოროთ, რა თქმა უნდა, კამერა. ხო, ჩვენ გვაქვს ერთი ესეთი პრივილეგია გვაქვს ის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ბექგრაუნდი, ანუ ბექგრაუნდად გამოვიყენებთ ჩვენს კომპიუტერს. მე ვფიქრობ ძალიან ლამაზი იქნება, ახლა გახლავთ დღე, ანუ შუა დღეს არ არის ჯერ, ასე რომ განათება ეს არის რაც არის. აი მეგობრებო, დაახლოებით ასე გამოიყურება, მონიტორს ვიყენებთ მობილურზე, რომ ნახოთ რას ვიღებს ეს კონკრეტული კამერა. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთი განათება ჩვენ გვაქვს ფანჯრიდან, მხოლოდ ფანჯრის განათება და უკან ზურგიდან ეს განათება გვაქვს. კიდე შეიძლება ამ კამერის უფრო ახლოს მოწევა, რათა დავუმალოთ მაქსიმალურად დავუმალოთ ფანჯრის განათება, რომ არ გამოჩნდეს, რომ ფანჯრიდან მოდის განათება, 24 მმ-იანი ცოტა გაჭირდება, მაგრამ აი ესე იქნება ახლა ჩვენთვის ეს ამბავი. მე ვფიქრობ, ნორმალურია, აი ესე გვიყენია 600-ზე, შეგვიძლია კიდე აუწიოთ. უბრალოდ ისე რა, სატესტად. რამდენზე გვეყოფა ახლა ჩვენ ეს განათება? რავი, რას თქვი? მოგძონს ესე? მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამის კიდე უკეთესად გაკეთება და რას გულისხმობ ამაში. მოდი ჯერ სანამ უკეთესად გავაკეთებთ, ჯერ დავამატოთ ჩვენ წერზე განათება და ნახოთ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი შემდეგ. ეს არის უკვე ჩვენი ნატურები ზევიდან, არაფერი ჩვეულებრივი განათება არის, ყვითელი შუქი, მაგრამ აქ შეგვიძლია ხა ჩვენ ერთი რამის შეცვლა. დამელოდე უბრალო white balance-ის შეცვლით უკვე სულ სხვა შედეგს მივიღებთ, ვიდრე აქამდე გქონდა. მოდი გავაკეთოთ white balance-ი, შევამოწმოთ. ხო, მეგობრებო, ამის გაკეთება ხშირად მოგვიწევს, იმიტომ რომ რაც უფრო სხვადასხვა შუქს დავუმატებ, შენი white balance-ი შეიცვლება. ასე რომ,
წუხარ, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. ნუ მოდი white balance-ი გავასწოროთ. ასე იყოს. 26. ნუ ამას edit-ში არაფერს არ დაუმატებ, მეგობრებო, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ნუ ეს იქნება ახლა ნორმალური white balance-ი და შემდეგ რა თქმა უნდა გაიგებთ უკვე დაედიტებული როგორ გამოიყურება. ეს არის ჩვეულებრივად, როგორ შეიძლება ახლა გამოიყურებოდეთ. ცოტა ანუ გვაქვს განათება, ცუდი არ არის, მაგრამ ვფიქრობ მაინც გვაკლია სახეზე, ბევრი ჭრილები გვაქვს. თან რაკუნს როგორ აერქმევა ქართულად? ხო, აი ეს თვალები გვაქვს ცოტა ამუშავებული, მეგობრებო, რაც ვფიქრობ რომ შესაძლებელია და გამოსასწორებელი. მოდი ნელ-ნელა დავამატოთ განათება და ვნახოთ რას მივიღებთ ამ განათებებისგან. მოდი დავიწყოთ LED განათებით. აი ესეთი LED განათებები გვაქვს უკან. რაც ვფიქრობ უკვე კარგია, მაგრამ რადგან ჩვენ უკვე განათება დავამატეთ, მოდი გამოვხდოთ ზედა განათება, იმიტომ რომ აღარ გვჭირდება ეს ზედა განათება. და ასევე, რადგან ზედა განათება გამოვხდეთ და ჩვენ გვაქვს უკანა განათება, ჩვენი white balance-ი შეიცვალა, ამიტომ კიდევ თავიდან უნდა გავასწოროთ white balance-ი. ახლა გამოვიყურებით აი ასე. უკვე ძალიან ნორმალურია. ვფიქრობ, მე ასე ვფიქრობ. ნუ გახლავთ 24 მმ-იანი ლინზა. ნუ ცოტა აი აქეთ გვაქვს სინათლე, აქეთ გვაქვს ასევე სინათლე. რაც ნორმალურია, მაგრამ გვაკლია სინათლე, აი აქ გვაკლია, მეგობრებო, სინათლე და მივიღებთ ძალიან კარგ შედეგს. მე ასე ვფიქრობ. ნუ მოდი ჩამოვწიოთ ცოტა. არ ვიცი, ბექგრაუნდი უკვე მომწონს. მოდი კიდე შევცვალოთ რაღაც. მოდი დავამატოთ წინა განათება და ვნახოთ რას მივიღებთ წინა განათებიდან. ხო. და მე შენ დამიწერე კომენტარებში ღირს თუ არა ამდენი წვალება. ნუ რა თქმა უნდა, ახლა ეს ყველაფერი მე მაქვს, მაგრამ ამ რაღაცეების ყიდვა უფრო იაფად შეგიძლია Amazon-ზე. არ არის სავალდებულო, რომ ელგატოები და შმელგატოები იყოს რა. ძალიან მარტივად და იაფად შეგიძლია Amazon-ზე ნახო მსგავსი რაღაცეები და შეიძინო რა და მიიღებ ძალიან მაგარ შედეგს, მაგრამ თუ რა შედეგს მიიღებ, გამელოდე ახლავე. მოდი დავამატოთ ახლა ჩვენ ამას აი ესეთი სახის განათება, რომელიც არის Godex-ის სიმართლე გითხრა დაახლოებით $150, მაგრამ ნებისმიერი პანელი გამოგადგება რა. არ არის სავალდებულო კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ეს კონკრეტული იყოს. მოდი დავაყენოთ ისე რომ ნუ მე თან აი აქ ხედავ რას იღებს ეს კამერა და ამის მიხედვით ვასწორებ ამ ყველაფერს ჯერჯერობით. ვფიქრობ, ნახოთ აბა. ნახოთ როგორ გამოიყურებით. ნუ ISO მაღალი გვაქვს. დავუწიოთ. ცოტა ოდნავ მაღალია ისევ. განათება, მაგრამ ჩვენ აი ესეთი რაღაცა გვაქვს გასაკეთებელი, ცოტა კამერა უკვე უნდა გავწიოთ, რადგან კარგად გამოვხდეთ. აქეთ მხარე ძალიან კარგად არის განათებული, ცოტა შეიძლება დაწევა, მაგრამ აქეთ გვინდა რაღაც. მოდი აქედან აქცენტი გავუკეთოთ. რა თქმა უნდა, white balance ისევ გავასწორებთ white balance, არ გეგმოთ რომ არ გავასწორებთ. აი ესეთი პატარა თუბი. ხო, ამ განათებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ თუ ეს განათება უხარისხოა, გაგიფუჭებთ თლიან აი ამ ნაწვალებს სუწყალში ჩაგიყრის, ასე რომ ცოტა მეტი გადაიხადე და კარგი იყიდი, არ არის სავალდებულო რომ კლიშამდე წვდებოდეს რა. აი ესეთი პატარა განათება, აი, ნახე. ჩავხდოთ. და გვერდიდან მოვინათოთ, ნუ მოდი ლურჯი ფერი დავტოვოთ. ნუ ნახოთ რა გამოვა. აჰა. ნახოთ აბა როგორ გამოვიყურებით. მე ვფიქრობ უკვე ძალიან კარგად გამოვიყურებით. ხო, იმ განზე უნდა დაუწიოთ ცოტა. აქ უკვე ძალიან გადანათებული ვართ. აი ესე იქს.
მე ვფიქრობ უკვე ძალიან კარგად გამოვიყურებით. რავი. ძალიან ნორმალურად გვაქვს თავარი მხარე, ანუ განათებული, აი აქედან. ესეც გვეხმარება განათებაში, გვაქვს უკანა განათებაც, რომ თლად ჩაბნელებული არ იყოს. ნუ სავარაუდოდ აი აქ იქნებოდა კარგი რამე, მაგრამ ახლა მოვაგვარებთ ამასაც. გვაქვს ასევე ცოტა ლურჯი განათება, ისე რომ ოდნავ გვაძლევს ცოტა პატარა აქცენტს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ამის გაკეთება კიდე უკეთესადაც შეიძლება. მოდი ვცადოთ, რა ვცადოთ? მოდი გავაკეთოთ აი ეს ადგილი. სად არის? აი ეს ადგილი, რო ცარიელი არ იყოს. მოდი რაღაცა გავაკეთოთ აქ. რაღაცაში გულისხმობ ახლავე განახება. არ არის, მინდა გითხრა, სავალდებულო რომ წახვიდე და ეს იყიდო. ნებისმიერი პატარა, აი ესეთი ნატურაც გამოგადგება, რაღაცა პატარა, რომ ის კედელი შეგვიფსოს და ისე ცარიელი არ იყოს ის კედელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ახლა ეს და გავაკეთებთ ამით backlights, ანუ უკან რომ მოგვანათოს, ახლა ვენახავ რას გულისხმობ. მოდი იყოს ყვითელი ფერი. ნახო თუ მოუხდება ყვითელი. ნუ ლურჯი გვაქვს ერთ მხარეს და ყვითელი მეორე მხარეს, მე ვფიქრობ, კარგი იქნება. დავამაგროთ ეს, მაგრამ ახლა აქ ერთი პრობლემა გვაქვს. ჩვენ არ გვინდა რომ ეს ძალიან იყოს კადრში, მაგრამ თან გვინდა რომ იყოს, აი ესე იყოს. მოდი ვნახოთ რა მივიღეთ ახლა. ნუ ყვითელი აი აქიდან როგორც ხედავ ყვითელი უკნიდან გვირტყავს. ძალიან კარგია, აქ გვაქვს ლურჯი. ლურჯის მეტი შემოწევა არ მინდა მგონია, მაგრამ თავარი ამბავი ახლა აქ კიდევ ჩვენ უნდა გავასწოროთ white balance. და ნახავ შენ თვითონ როგორ შეიცვლება მთლიანი ეს გამოსახულება, როდესაც white balance გავასწორებთ. რამდენ განათებას დაამატებ, იმდენი white balance უნდა შეცვალო. საჭიროა, სავალდებულოა რა, ნუ გეზარებათ ამის გაკეთება. მოდი, ასე იყოს. სად არის? ხო, ცოტა ტვინსბურგია, ახლა მარტო რო ვარ, მაგრამ მოდი იყოს. აი მეგობრებო. დაახლოებით ასე გამოვიყურებით. 24 მმ-იანი გვერდზე განათება, უკან განათება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რა, ამ ყველაფრის უფრო იაფად შეძენა შეგიძლია. არ არის კიდევ ერთხელ ვიძახი, საჭირო და სავალდებულო რომ ელგატოს განათებები კონდეს და ამპრელები. დაახლოებით $100-ში, $120-ში შეგიძლია ძალიან კარგი პატარა სტუდიოს ვერსია სავით ააწყო, მოკლედ ყველაფერი. რავი, მოგწონს, არ მოგწონს, დამიწერია, მაგრამ ეს რო შევცვალოთ. ნუ ფანჯერის გამოჩენა არ გვინდა, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე, ფანჯარა იქნება პრობლემატური. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი რა, მე ახლა ვიყენებ 24 მმ-იანს, იმიტომ რომ ნუ 16 კაციდან უმეტესმა 24 მმ-იანი აირჩია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მე ვიზავდი რომ ეს კამერა ცოტა უკან გამეწია და 50 მმ-ით გადამეღო, უფრო კარგი იქნებოდა მგონია, მე ასე მგონია. რავი, რა სიტყვი? დამიწერე აბა კომენტარებში. მე ვფიქრობ ძალიან კარგად გამოვიყურებით და ნამდვილად ბევრად ჯობს ჩვენს საწყის ეტაპს, როდესაც დავიწყეთ. მოდი ამას კიდე დავუწიოთ. ნუ ახლა მთლად ის ვერ მივიღეთ, რომ აქ ლამაზი სამკუთხედი ვქონდეს, მაგრამ ხედავ, რომ მაინც არის აქ რაღაცა ნათება. ამის კიდე უკეთესადაც გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ არ ვიცი. ჩვენ მითხარ, როგორ გამოიყურება. მოგწონს, არ მოგწონს და ახლა განახებ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ სხვა ფოკალი გამოგვეყენებია, ანუ 50 მმ-იანი რო გამოგვეყენებია მაგალითად. 50 მმ-იანი მოგცემს, მე ვფიქრობ ნახეთ რას. ჯერ ერთი მოგცემს უფრო depth of field, ანუ უკანა ფონი უფრო blurry იქნება ვიდრე ახლა არის და თან რაღაცა დისტანციასაც ახლავე განახებ რა ხდება. რა თქმა უნდა, კამერა უკან არის გამოსაწევი, მოვედით შენამდე, აი აქ ვართ, როგორ ახარ, რა შვები და სწორად ვართ.
ნახოთ აბა ახლა როგორ გამოვიყურებით ჩვენ. ცოტა მაღლა არის ასაწევი კამერა, სხვა დანარჩენი კაია. ნუ არ ვიცი შედარებისთვის, უბრალოდ კამერა ჩვენ ცოტა უკან გავწიეთ ახლა, რადგან 50 მმ-იანი დავაყენეთ, გვაქვს f2 და 8-ზე, ISO 200. როგორ გამოვიყურებით? მე ვფიქრობ, ძალიან კარგად გამოვიყურებით, რა თქმა უნდა, edit-ში ვნახავთ, თუ არ მომეწონა, ესე იგი ამოვჭრი და თავიდან გავაკეთებ, მაგრამ რაც გვაქვს ჯერჯერობით ძალიან კარგი გვაქვს. ჩვენ კიდევ ერთი ასეთი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, ნუ აქთან იმას უყურებ გამოსახულებას. უფრო რომ გავზარდოთ ჩვენი depth of field-ი, მოდი ჩვენ ვქნათ ერთი ასეთი რამ. მოდი აი ეს პატარა ყვავილი გვაქვს აქ, ესეთი. ეს გამოვწიოთ ცოტა. და შემდეგ ჩვენ კამერაც გავწიოთ ოდნავ. რომ აი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ხო, აი ესე მე მგონი უფრო მაგარი იქნება. მე ვფიქრობ, აი ესე ძალიან ლამაზია, არ ვიცი. ISO-ს მოუმატეთ 250. რა სიტყვება? როგორ გამოვიყურებით? ანუ მეგობრებო, ამით მე თქვენ ჭკუას არ გასწავლით, უბრალოდ გეუბნებით, რომ ძალიან ოდნავ უბრალოდ თუ დაინტერესდებით ამ თემატიკით, უკეთესი იქნება თქვენს მიერ გადაღებული ვიდეოები, თუნდაც იყოს ეს YouTube-ისთვის, ვიდრე ახლა არის. სულ მეტი არაფრის თქმა არ მსურს, ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ ვიძახი. არ არის სავალდებულო ათასების დახარჯვა. ძალიან მარტივად Amazon-ზე შეგიძლია ეს ყველაფერი ძალიან უფრო იაფად იყიდო. მე ვეცდები რომ მაქსიმალურად რასაც ვნახავ იაფადში, ყველაფრის ლინკები დაგიტოვოთ ვიდეოს აღწერაში. უბრალოდ თქვენი პროდუქტი გაიზრდება, უბრალოდ თქვენი ვიდეოს ხარისხი გაიზრდება და მერწმუნეთ, მთავარია აი ეს განათება, ნახეთ როგორი ვიყავი სანამ განათებას დავაყენებდით და ახლა როგორ გამოვიყურებით. თავარი არის განათება და ხშირად იძახიან ხოლმე რომ ნუადარებ iPhone-ის იმას, კამერას იმას, ანუ თუ სწორად გავანათებთ, ყველაფერი შესაძლებელია. თავარია სწორად გავანათოთ ის, რასაც ვიღებთ. ხო, მე ერთ რამეს დავამატებ კიდე ამასობაში, მე არ ვარ. ეს არის ცალკე პროფესია, მეგობრებო, განათება, რო იცოდეთ. ეს არის სამოყვარულო დონეზე მე რასაც ვახერხებ, იმას ვაკეთებ და რავი, ყოველდღე ვცდილობ რომ ვისწავლო. ალბათ პროფესიონალი გამნათებელი რომ ნახავს ამას, იტყვის რომ ეს რა სისულელია, რა ებს აკეთებო, მაგრამ მე უკვე ნახეთ რომ რამხელა სივრცე მაქვს ოთახში, არ მაქვს ძალიან დიდი სივრცე, ამიტომ რა სივრცეც მაქვს, ისე მუშაობ. ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში ასე მომწონს, შენ ისე მოაწყო როგორ შენ მოგწონს, უბრალოდ და აუცილებელია რაღაცა დონის განათება, რაღაცა დონის რომ გამოეყო შენ იმ ოთახს, რო არ იყო მაგალითად სულ ყვითელი, ყველაფერი რო ყვითელია, ან სულ ლურჯი, რაღაცა მარტივად რო გამოეყო შენ იმ ოთახს, საგმარისი იქნება სტარტისთვის. ასევე უკანა განათებისთვის არ არის სავალდებულო რომ მაინც და მაინც ძვირიანი და სასწაული რაღაცა შეიძინო, მარტივად შეიძლება პატარა რაღაცა განათება დადო უკან რომ აი ეს ადგილი, საიდანაც ახლა ჩვენ ყვითელი შუქი გვირთხავს, აი მან რომ რაღაცა ბჟუტავდეს, რომ იტყვიან რომ უბრალოდ ცარიელი კედელი რო არ იყოს. ამიტომ სხვა რა შეიძლება ითქვას, მე ვფიქრობ რომ უკვე ძალიან კარგად გამოიყურება. ნუ აი ეს პატარა მონაკვეთი, აი ეს მე ვფიქრობ ჩემი გემოვნებისთვის რაღაცა თითქოს და depth აძლევს, ანუ არც კადრშია, მაგრამ იცი რომ რაღაცაა წინ და რაღაცეებიდან იღებს, მე ვფიქრობ უფრო ლამას ხდის აი ამ კონკრეტულ ვიდეოს, იმედი ამდენს თუ ლაპარაკობ და რომ ნახავ და დავაედიტებ და თავიდან გადასაღები არ მექნება ეს ამბავი. მოკლედ გისურვებ წარმატებებს, არავითარ შემთხვევაში არ მიიღო ეს ვიდეო რომ მე შენ ჭკუას გასწავლიდე, მე უბრალოდ განახებ მე როგორ ვაკეთებ ამას და კიდევ ეს ალბათ არის დაახლოებით 1% იმისა, თუ რამდენი რამის გაკეთება შეიძლება განათებების სწორად განლაგებით. გისურვებ წარმატებებს და რავი, შევხვდებით მომავალ ვიდეოებში, თუ მოგეწონა ეს თუ არ მოგეწონა, არ აქვს მნიშვნელობა. ყველა პონჩი დამიტოვე მოკლედ კომენტარი და რავი, ვეცდები გიპასუხო მაქსიმალურად. აბა შეინცი, ჩაუ ამიგო. წავედი, შენს გეუბნები. სულ ეგ იყო რა, მადლობა რომ მიყურებდი, იმედია რაღაცა სასარგებლო განახე.
როგორ შეიძლება აი ესეთ პატარა ოთახშიც მოაწყო ყველაფერი ისე, რომ უფრო ლამაზი და სასიამოვნო გახდეს შენი ვიდეოს ყურება. არ ვიცი, მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ხარისხს, უნდა გამოიყურებოდეს ლამაზად, მაქსიმალურად რის საშუალებაც მაქვს, რომ იყოს მაქსიმალურად ლამაზი, კოხტა და ასე შემდეგ. აბა ჰე, აბა ხო, წავედი.